რთული ასაკია, ძალიან რთული ასაკია, თუმცა ყველაფერს აი ჩემმა მოძღვარმა ასეთი რამ მითხრა. აი წარმოიდგინეთ, რომ ცხენზე რომ ზის ადამიანი და აღვირი ხომ უჭირავს ხელში, რომ ცხენი მართოს და წარმოიდგინეთ, რომ ეს აღვირი იყოს, ესე იგი დამპალი რომ იყოს ეს აღვირი. ანუ თუ ჩვენ ვეცდებით, რომ ესე იგი მოვქაჩოთ კვეთრად, ის აღვირი გაწყდება და საერთოდ დავკარგავთ უნარს იმისა, რომ რაღაც მიმართულება მივცეთ. სუმთლად რომ მიუშვა, ეგეც არ გამოვა. ამიტომ იქ რაღაცა ოქროს შუალედია დასაჭერი ურთიერთობაში. სამწუხაროა, მაგრამ აბა ჩვენს თავს დავაკვირდეთ. ჩვენ როდესაც ურთიერთობა გვაქვს მოზარდებთან, მოდი მე მოზარდებს დავარქვა, თინეიჯერს არ ვიტყვი, ხო, მოზარდებთან. დავაკვირდეთ ჩვენს თავს, ჩვენი მათამი მიმართვები უფრო მეტად საყვედურით ხომ არ არის სავსე. უფრო მეტად საყვედურით ხომ არ არის სავსე. აი ზოგჯერ ესეც აფუჭებს საქმეს. ჩვენ რაღაცა იმით ველაპარაკებით, რომ ეს რატო არ გააკეთე ეს. ის თავის განსაცდელებს გადის. ჩვენც ხო ყოფილვართ მაგ ასაკში და იმ ასაკში იმდენი არ გვესმის, რამდენიც მანამდე ან შემდეგ. იქ რაღაცა სხვანაირი ასაკია. ძნელი ადვილი კი არ არის. ყველასთვის ძნელია, რასაც თქვენ გადიხართ, მაგრამ უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, რომ არ გააკეთებს საყვედური საქმეს. ჩვენ ხო იმისთვის ვამბობთ რაღაცას, რომ მან შედეგი მოიტანოს. მარტო იმისთვის ხომ არა, რომ ჩვენ ვთქვათ ჩვენი აზრი. აი შედეგი ხო რაღაცა მიდგომა ძალიან ღმერთმა რადგან ეს მისია მოგცათ, ამის ძალასაც მოგცა. თქვენ ეძებეთ ის ძალა და ის საშუალებები, რითაც ამას უნდა გავუმკლავდეთ. და ღმერთი შეგეწევა. ღმერთი ტყუილად ყველას არ აძლევს ერთი და იგივე ჯვარს, ხო მართალია? ზოგს უფრო მსუბუქი ჯვარი აქვს, ზოგს უფრო მძიმე, მაგრამ ყველას იმ ჯვარს რითიც ის უნდა გადარჩეს და ცხონდეს. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მე რომ ის ადგილზე ვყოფილიყავი, უფრო უკეთესად გადავრჩებოდი. ან ის ჩემს ადგილზე. ყველას თავისი ტკივილი აქვს. ეხლა შეიძლება ადამიანი მოდიოდეს, იღიმოდეს, მაგრამ მის გულში სულ სხვა რამ ხდებოდეს. აი სასულიერო პირი ვარ და მაქვს ამისი ძალიან მცირე გამოცდილება, რომ ადამიანები რო შენატრიან ვიღაცას, მას გული გადაუშლია და იქაც აღმომიჩენია, რომ ეს თურმე რამხელად ტკივილს ატარებს. ყველას აქვს რაღაცა ტვირთის ატარება.